მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა ვჭამო, დავლიო, ვიყიდო ტანსაცმელი, საჩუქარი, დავრჩე სასტუმროში და ასე შემდგომ. თუმცა არც ერთ მათგანში მე ერთი თეთრის გადახდასაც არ ვაპირებ, რადგან ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ ფოკუსების სანაცვლოდ უნდა მივიღო. სულ 7 მოქმედება გვექნება და შევძლებ თუ არა ჩემი უნარების დახმარებით თითოეული მათგანის სრულიად უფასოდ მიღებას, ამას ცოტა ხანში თქვენთან ერთად გავიგებ. სანამ ვიდეოს კომფორტულად ჩაუჯდებით, არ დაგავიწყეთ რომ გლიჯოთ ლაიქს და გამოიწეროთ არხი. დავიწყეთ. მე მივალე ხამასთან და მგონია რომ დავითანხმები. გამარჯობა, გილოცავთ პირველ რიგში ახალ წელს ბრავოს დაესწრეთ. რაღაც ჩელენჯი მაქვს რა. 24 საათი უნდა გავუძლო ისე რომ თანხა არ უნდა გადავიხადო და რაღაც მოქმედებებს ვაკეთებ. ერთ-ერთი მოქმედება არის ყავის დალევა. უბრალოდ ამ ყველაფერს რასაც ვაკეთებ, საჭმლის ჭამა არის, კინოში წასვლა და ასე შემდეგ ვაკეთებ ფოკუსების სანაცვლოდ. მე თქვენ ფოკუსს განახებთ. თუ მოგეწონებათ, თან თქვენ არაფერს არ კარგავთ. თუ არ მოგეწონებათ, პრობლემა არა. თუ მოგეწონებათ, არაფერს ნახება, არაფერს არ კარგავ. ბაიგზეთ ფოტოების გადაღება თუ გინდა დაჯექი არც ეგ არ არის პრობლემა. მშვენიერი. შეიძლება რომ თან გადავიღოთ. ძირითადად უფრო ხელის ამბავი უნდა გადავიღოთ. მე მოგცემთ ერთ კარტს. ეს ხელი გამომიწოდეთ. თქვენ დაიჭერეთ ორიან გული. ეს ხო ორიან გულია. მე მექნება ორიან აგური. ანუ ჩემი მიზანია, რომ ეს ორიან გული და ეს ორიან აგური ისე უნდა გაგიცვალოთ, ისე სწრაფად უნდა გავცვალოთ, რომ თქვენ ვერ შეამჩნევთ გასვლის პროცესს. საინტერესოა? მე ამ კარტებს განახებთ რა უნდა გავუკეთო. ზუსტად მოძრაობას განახებთ, ოღონდ ეს ნელა იქნება ჯერ. უნდა შემოვიდე და ესე თქვენი კარტი უნდა წავიღო. ეხლა მე მაქვს გული. ეხლა მაგრამ მოუჭირეთ, აი ესე გქონდეთ. 1, მზად ხართ? 2 გული მე მაქვს. 3, აი ხარ შეხევთ და ისე მითხარით აქ კარტი გავცვალე თუ არა. ეს არ გამიცვლია, ხო? დააფიქრით მაშინ და ისე მითხარით, თუ არ გამიცვლია, ზემოთ გული უნდა იყოს თუ აგური? არ გაგიცვლია. საბოლოო ჯამში აღმოჩნდეს, რომ კარტები გაცვლილია. ყავა მეკუთვნის? კაი, გადმოატრიალეთ ორივე და ნახეთ, ორივე გადმოატრიალეთ. კარგი იყო? კაპუჩინო არის? შესაძლოა. ერთი კაპუჩინო თუშო. გამოგვივიდა პირველი ჩელენჯი ძალიან საინტერესოდ შევასრულეთ. და ყავასაც მივიწევთ. დილა იწყება ყავით როგორ. ძალიან დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, ეს უფრო კარგი ყავა იქნება, ვიდრე ჩემი ფოკუსი. წარმატებული დღე. ეხლა არის 11-ის ნახევარი, პირველი მოქმედება შესრულებულია, მაგრამ წინ კიდევ ბევრი ჩელენჯი გვაქვს შესასრულებელი. დრაივზე მოვედით, ოზის იდეა იყო, მაგრამ დრაივზე არ მგონია, რომ ეს ჩელენჯი გამომევიდეს. ანუ ფოკუსის შესრულების თვალსაზრისით აქ ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ და ფოკუსით გადავიხდით ძმა. აქედანვე აუხსენ. და უარს მეტყვის. იცით ჩვენ ალბათ მენეჯერს დაუძახებს. მენეჯერს დაუძახებს. გამარჯობა. გამარჯობა, რას მითხავს? ახალ წელს გილოცავთ, მრავალს დაესწრეთ. იცით რა მაინტერესებს? თუ შემიძლია მე თანხის ნაცვლად ფოკუსით რო გადავიხადო. შეგიძლიათ? არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ვიკითხო. თუ შეგიძლიათ, აბა მადლობელი დაგრჩებით. ეხლა ვიკითხავ და გეტყვით. რაღაცა ცოტა სხვანაირი პასუხს ველოდებოდი. ეს თუ გამოვიდა ეხლა, მაშინ გაღიარებთ რა. გამარჯობა, გისმენთ რას მირთვათ? გამარჯობა. ფოკუსის დახმარებით თუ შემიძლია რომ შევუკვეთო. ან თანხის ნაცვლად ფოკუსი რო გაჩვენოთ. ხო, ესა. საკითხი ხარ. ამდენს რო გვალოდინებენ ეს კარგია, თორე ყულად ხო არ გვალოდინებენ. ესე იგი რაღაცა პროცესი მიდის, განხილვა მიდის და მე მიხვდებიან რომ ახალი წელია, საინტერესოა. გამარჯობა, რას მირთვათ? მე ჯერ პასუხს ველოდები, მაინტერესებს ფოკუსის ნაცვლად. ვერ სამწუხარ. ვერა? არა. სამწუხარო. კარგით, მადლობა მაინც დათმობილი დროისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო მაგმა დაგვაუარა, მაგრამ ამას ჩვენს შემართებაზე გავლენა არ მოუხდენია. დაგვაუარეს. წავედით სხვა. გამარჯობა. ესე იგი, რა მაინტერესებს? რაღაც ფოკუსი რო განახოთ, იმ შემთხვევაში თუ მოგეწონებათ, რამე მენიუ რო ავიღო რა თქვენგან, ეს თქვენ გადაწყვეტეთ მე. შემიძლია? საინტერესო ექსპერიმენტს ჩავატარებ რა. მე გავხსნი წამზომს და ეხლა აქ რო დავიწყოთ მაგალითად რა, შეიძლება წამზომის მოდი მილი წამები რო ავიღოთ. 1-დან 100-მდე ნებისმიერ რიცხვს შეიძლება გაჩერდეს. ანუ თქვენს რო გააჩეროთ აქ რა რიცხვს არ უნდა გააჩეროთ, ჩვენ წინასწარ არ ვიცით რა რიცხვზე გაჩერდება. ხო მართალი ვარ? მოდით გამომართვით ეს ტელეფონი, მე ისე რო არ დავინახოთ, ასე ახლოს გქონდეთ და როცა გაგიხარდებათ, გააჩერეთ მილი წამები. გააჩერეთ? რაღაც რიცხვს ხედავთ. მოგწონთ ეს რიცხვი, თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ გააგრძელოთ და სხვაზე გაჩერდეთ. მე ხომ და ვეცადო, რომ ეს მილი წამები რა რიცხვზეც არის გაჩერილი, ეს უნდა გამოვიცნო რა თქვენგან. ოღონდ დახმარება დამჭირდება.
პირველ ციფრზე რო იფიქროთ, აი გონებაში რო წარმოვიდგინოთ, გონებაში წერთ ამ რიცხვს რა, წარმოვიდგინოთ რომ უბრალოდ ამ რიცხვს წერთ. მე მგონი რომ თქვენ ფიქრობთ 36-ზე. 36-ია, მართალი ვარ? 36-ზე შეიძლება რომ მაჩვენოთ. 36-ზე გაჩვენოთ. არ ვიცი, თუ მოგეწონათ ფოკუსი, შეგიძლიათ რომ მენიუ შემოგთავაზოთ. ნებისმიერ რამე რაც შეიძლება რომ ამ თანხაში ჩაეტიოს. კარგით, მადლობა დახმარებისთვის. ეს ჩელენჯი შესრულებულია. ყავა დავლიეთ, ეხლა საკვებს მივუწევთ მეგობრებო. საჩუქარიც მივიღეთ. დამატებით. დიდი მადლობა წარმატებული დღე თქვენიც აგებაში. გაიხარეთ. მოკლედ, Subway აღმოჩნდა ის კვების ობიექტი, რომელიც დამთანხმდა ჩელენჯში და ძალიან გამიხარდა და ეხლა ვდივართ ტანსაცმლის შესაძენად ან კინოში შესასვლელად. ვნახოთ. გამარჯობა. ესე იგი, რაღაც ჩელენჯი მაქვს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფოკუსი მოგეწონებათ, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ნებისმიერი ფილმის, ნებისმიერ სეანსზე უბრალოდ რომ შემიშვათ. მენეჯერთან შეგვიძლია რომ გავიდეთ კონტაქტზე, იქნებ გთხოვოთ დახმარება. გაგვიმართლა, რადგან მენეჯერთან დაკავშირება და ჩელენჯზე თანხმობის მიღება რთული ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყოდი ფოკუსზე, რის შესრულებასაც კინოში შესასვლელად გეგმავდი. ნებისმიერი ფილმი ან ანიმაცია, რომელიც გაგიხარდება, შეიძლება შენი საყვარელი ფილმი იყოს, ან საყვარელი ანიმაცია, მინდა რომ ჩაიფიქრო უბრალოდ. თუ გინდა რაც გასულა, თუ გინდა რაც ჯერ არ გასულა, ან თუ გინდა ზოგადად შენ რაც გაქვს, აი გინახავს ძალიან მოგწონებია. მინდა ესეთი იყოს, რომ ამას რომ გავაჟღერებთ პირობითად. ხალხმა იცოდეს, ასე ვთქვათ რა. კარგი, მინდა რომ ჩაიფიქრო, იმიტომ რომ მე უნდა ვეცადო რომ ეს გამოვიცნო, რაზეც შენ ფიქრობ რა. მე წარმოდგენა არ მაქვს შენ რაზე ფიქრობ. მე მგონია რომ შენ ფილმი კი არ ჩაიფიქრე, არამედ უფრო ანიმაციისკენ წახვედი. მართალი ვარ? აი მე მგონია, მოდი გავისკავ და ვიტყვი ცოტა უცნაური გადაწყვეტილება, რასაც მე ვიღებ. მგონია რომ უფრო სხვა რაღაცას ჩაიფიქრებდი, მაგრამ აი ანიმაცია, რომელიც მე თავში მიტრიალებს, არის SpongeBob-ი, მართალი ვარ? SpongeBob-ზე. უცნაურია, რატო ჩაიფიქრე SpongeBob? ო, საინტერესო ხო იყო? კარგი, მადლობა ძალიან დიდი. შევდივართ კინოთეატრის სეანსშიც. ჩელენჯი შესრულებულია. აჰა. ბოანა არ მქონდა სხვათა შორის ნანახია და პირველი ვიცი, ძალიან კარგია და მეორე მაინტერესებს. როგორც ისეთ ფილმის გადაღება არ შეიძლება, ამიტომ ცოტა ხნით გაგტოვებთ და მე ტანსაცმლის ჩელენჯზე უკვე შემოგიერთდებით რა. წავდით. ოზი მეუბნება რომ აუთანდილში შევიდეთო რა. ყველა დიდი შანსია რომ მან დავთანხმებო და შევიდეთ აუთანდილში რა. გამარჯობა. გილოცავთ ახალ წელს ბრავოს დაესწარით. ესე იგი, ესეთ რაღაცას ვაკეთებთ რა, ჩელენჯი გვაქვს 24 საათიანი. რაღაც ფოკუსის სანაცვლოდ ნებისმიერი ტანსაცმელი, რაც თქვენ გაგიხართ, თუ მოგეწონებათ ფოკუს, თუ არ მოგეწონებათ, წარმატებულ დღეს გისურვებთ, დავიშლებით. აი მე ამას მე არ ყვიტავ მე. ასე რომ არ გამოვა? რაღაც ფოკუსი გაჩვენოთ და იმ შემთხვევაში თუ ეს ფოკუსი მოგეწონებათ, ნებისმიერ პროდუქცია რაფასიც არ უნდა აღიდეს, რომ გადმოცდეთ სანაცვლოდ. მაქსაკის მაინც სხვა წვეტავს და მე ვისაც ეს ეხება იმას დაურეკა. 2 წუთი რომ მაცალოთ, პირველად. გამარჯობა. ახალ წელს გილოცავთ, ბრავოს დაესწარით. ესე იგი, ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან. თუ მოგეწონებათ ფოკუსი, რომ რამე ნებისმიერი ტანსაცმელი რო ერქვას, უბრალოდ ის რო გადმოცეთ. აქ რაღაცა კონკრეტულ ტანსაცმელზეც არ არის საუბარი, რაღაცა თავარესო ჩელენჯი შევასრულე. თუ არ მოგეწონებათ, მაგაზეც არ არის. შეგიძლიათ ვთქვათ, რომ აი არ მომეწონათ ფოკუსი და ამიტომ ჩელენჯი ვერ დაგეხმარებით და მე გულდაწყვეტილი წავალ აქედან. მორიგი, უარი, მეგობრებო, აქედანაც უარია. დაახლოებით 40 წუთიანი დაუღალავი სიარულის შემდგომ გამოჩნდა მაღაზია, რომელიც საბოლოოდ გამოწვევაზე დაგვთანხმდა. გამარჯობა. არა, მე ცუდ ფოკუსებს არ ვაკეთებ, ხოლოდ კეთილი ფოკუსები. ნებისმიერი ადამიანი უბრალოდ თუ თქვენ რატო? ანუ მე ისეთ ფოკუსს არ განახებთ, რომ ვინმე შევარცხნი. დიდი ხანია ამ სფეროში მუშაობთ? 2 წელი გახდება ერთში. საკმაოდ დიდი ხანი ხარ, დარწმუნებული რა 2 წლის განმავლობაში ბევრი პროდუქცია გაქვთ, ასე ვთქვათ, გაყიდული რა, თქვენს მაღაზიას. შეგიძლიათ მითხრათ, აი მინიმალური, ყველაზე ბიუჯეტური ტანსაცმელი, რაც გაყიდულა. ჯერ ყველაზე მინიმალური რომ მითხრათ რა.
10 ლარი პირობითად? 5 ლარი, კარგით. 5 ლარი. აი ყველაზე მაქსიმალური რაც თქვენს ხელში გატარებულა 280. და ეხლა მაქვს ესეთი უცნაური კითხვა. ანუ ამ მინიმალურს და მაქსიმალურს რაღაც გარკვეული დატვირთვა აქვს, ну პირადად ჩემთვის, მაგრამ ეს ტანსაცმელი ხა რომელიც მე მაცვია ქურთული, გუშინ შევიძინე. თქვენი აზრით, ორწლიანი გამოცდილებით, ცოტა რთულია ვიცი ესე ზედაპირულად რო შეაფასოთ. რამდენ ლარს და რამდენ თეთრს გადავიხდიდი აი ამ ქურთულში? მიახლოებით. კაი, გეტყვით, ფასდაკლება იყო. არ ვიცი, თუ რამეში დაგეხმარებათ, ფასდაკლება იყო. 115. 115 და ნახეთ რადგან ფასდაკლება იყო, ცოტა უცნაური ფასდაკლება იყო, 47%-იანი. ზუსტად ლარი არ ყოფილა, რაღაც ლარი და რაღაც თეთრი იყო. 115 ლარი და თქვენი აზრით რამდენი თეთრი გადავიხადე? 40 თეთრი. 40 ძალიან საინტერესოა. ქურთუკი რომელიც მე გუშინ შევიძინე, იარლიყი არ მომიწვია. ჯერ ისევ აქვს ამას იარლიყი. ანუ თქვენ რა ვიცი შეიძლება ნებისმიერი რიცხვი დაგესახელებინათ ხო მართლა მაგრამ თქვით 115 ლარი და 40 თეთრი ანუ იქნება თუ არა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ეხლა ამ ქურთუკს რო გავიძრობ კონდეს იარლიყი სადაც ზუსტად 115 ლარი და 40 თეთრი რო ეწეროს ამ იარლიყს და სანაცვლოდ ნებისმიერ თქვენს ტანსაცმელს მივიღებ მნიშვნელობა არ აქვს რა ფასიანიც არ უნდა იყოს შევთანხმდით შაკო მე ხა ძალიან მთხიათ ხელებში არაფერი მაქვს მიკროფონი არ დამოვიწდება იარლიყი აქვს აქ ნახეთ ეგზაქტ თქვენ თვითონ აი რომ ნახოთ აქ რა წერია 115 ლარი რა 40 თეთრი ზუსტად ის რიცხვი რაც გონდა კარგი იყო ძალიან მადლობა დახმარებით ძალიან დიდი მადლობა ესეთი გრიფინდორის წინდა სხვათა შორის ჩემ ერთ-ერთი გამორჩეული და ფავორიტი ფილმიდან ძალიან დიდი მადლობა წარმატებულ წელს გისურვებთ და ნახვამდის კარგად ჯადოსნური წინდებით ხელში მოსიარულეს, შემთხვევით მოულში ბატონ ნიკას გადავაწყდი და ვიფიქრე რომ დამატებითი ჩელენჯი არც მე და არც ვიდეოს აწყენდა. ისენი მოკრა, მოქმედებები, ხო? და ეს მოქმედებები ისე უნდა დავითანხმო და ისე უნდა შევასრულო, რომ ფულის ანასოთ ფოკუსი უნდა ვაჩვენო. ეხლა მაგალითად კინოდან მოვდივართ რა, მოანაურს უყურეთ. ისე რომ ბილეთებში ფასი ფული არ გადაგვიდგა. მანქანა მაქვს გასაკეთებელი მოკლედ რა და კარუსერვესად დაგაჩელინჯებ, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ესე ექსპონტად გადავეკვეთეთ. ეს რეკლამა არ არის, ხო მართალი ვარ, უბრალოდ? არა, შემთხვევით შეხვია. მემად ვაკაცმა მაჩუკა ეს საახალწოდ ისა New Balance-ები და ვერ მომერგო და გადასასვლელად მოვედი და სრულიად შემთხვევით აი, მე ისე უბრალოდ ეს ხუმრობით რაღაც საინტერესო ფოკუსს განახ. გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, რომ ვიდეო გავამდიდრო რა. ეს ხელი გამომიწოდე. მე შენს მოათავსებ ამ დასტას. სხვათა შორის ვიცოდი. აი რა გულწრფელად გეუბნები, ვიცოდი რომ ეს დასტა დამჭირდებოდა. იმიტომ რომ რაღაცა მეგონა რომ ნახე კონკრეტულად შენზე არ მოვიტყვები, შენ არ მაგრამ მეგონა რომ ვიღაცასთან დამჭირდებოდა. ის ზუსტად გონია რომ ეს დასტა რომელიც მე წინასწარ მოვამზადე შენთან უნდა გამოვიყენო. და რატომ ამას მიხვდები რა? ეხლა მინდა რომ შენს გონებაში წარმოიდგინო, რომ დიდ სცენაზე დგახარ რა. და შენს ფეხებთან არის თლიანი დასტა დაყრილი რა, მიმოფანტულია. ყველა კარტი 52-გან ორიანებით, სამიანებით და ასე შემდეგ ტუზის ჩათვლით. შენს გონებაში დაიხარო, ერთი კარტი უნდა აიღო, ეს სახის წინ დაიჭირო. შენს გონებაში ხდება. რაღაც ერთი კარტი გიჭირავს რა. და ერთი კარტი გიჭირავს. ეხლა ამ კარტს ხედავ რა კარტია თუ ზურგით არის და არ ჩანს. ანუ მე ვიცი რა კარტია, მაგრამ ზურგით არის. კაი, მოატრიალი შეამოწე, მართლა ეგ კარტი აიღე? ო და ხმამაღლა დაასახელე რა კარტი გიჭირავს. ვალეტაგური. ვალეტაგური. ხო არ გინდა რომ შეცვალო ეს ვალეტაგური. ეს ვალეტაგური გადააგდე. გადააგდე. თვალები გაახილე. და ეს დასტა რატო შეგეკითხე, იცი, იმიტომ რომ სანამ მე სახლიდან გამოვიდოდი, დასტა უცბად გადავშალე. მხოლოდ ერთი კარტი რენდომზე ამოვიღე, ამოვატრიალე და დასტის ბოლოში ჩავდი. უცნაურია რა. არ მახსოვს ზუსტად რა კარტი იყო, მაგრამ აქაც 52 კარტია. მე ოდნავ ახლოს მოიწერე კამერამ დააფიქსიროს, მოიწით ოდნავ ახლოს. კამერამას რო შეხელო, შიგნით არაფერი არ არის. დასტა არის ხრჩოულ მდგომარეობაში. და მხოლოდ ერთი კარტი დასტის ბოლოში, მარტო ერთი კარტი დასტის ბოლოში არის ამოტრეული, ხედავ? ეხლა ეგ თუ არის. შენ ნებისმიერი კარტი შეგეძლო. ეს თუ არის ვალეტაგური, მე არ მჭირდება მანქანის გაკეთება, მაგრამ თუ დამჭირდება, პირველი შენთან მოსვლა უფასო იქნება. ო, კარუშ ჩელენჯი პოტენციური საომავო ჩელენჯი დამატებულია. როგორ გააკეთე ამბობ თუ არა? რა თქმა უნდა არ ვამბობთ. ანუ
მართლა შემთხვევით ვიდეოს გეფსები და მართლა გაგურებული ვარ რა ასწორა რა. შემთხვევით დასახელებით დაგვიწ. ძალიან მიხარია. მადლობა და წარმატებები. შემდეგი ჩელენჯისთვის მივდივართ IT Works-ში, რომელიც გახდა ჩემი მეგობარი კომპანია და სრულიად ახალ კომპიუტერს ამიწყობენ. თუმცა ახლა კომპიუტერის ასაღებად არ მივდივართ. როგორც იცით, IT Works-ი არის კომპიუტერის ნაწილებისა და აქსესუარების მიმართულებით არაერთი წამყვანი ბრენდისა და მწარმოებლის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, მათ შორის Red Dragon-ის, ასე რომ ვიფიქრე, რომ საკმაოდ კარგი საჩუქრის არჩევა შეგვიძლია მან. თუმცა მათ ამის შესახებ არაფერი არ იციან. აი ესე პირდაპირ დავადგებით, დავაჩელენჯებ საჩუქარზე და თუ დამთანხმდებიან, აქვე პატარა სპოილერს გეტყვით, რომ ყველაზე მეტად ეს საჩუქარი საინტერესო თქვენთვის იქნება. IT Works-ში ვართ, ირაკლისთან მადლობა პირველ რიგში, რომ დავითვლე. ირაკლი ზუსტად არ იცის აქ რატომ მოვედით, მაგრამ აქვე ვახსენებ, რომ პროცესორის წასაღებად ჯერ არ ვარ მას. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს არის პირველი ვიდეო, სადაც ჩვენი თანამშრომლობის შესახებ ჩემი მაყურებლები გაიგებენ და მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ესე YouTube-ს თქვენი კომპანიის სახელით გვერდში უდგახართ რა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მე მაქვს ისეთი 24 საათიანი ჩელენჯი, სადაც რაღაც გარკვეულ აქტივობებს ვაკეთებ, ისე რომ თანხას არ ვიხდი. და ერთ-ერთი აქტივობა არის საჩუქრის შერჩევა, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ადამიანის უნდა შევარჩიო რა. მე მგონია, რომ IT Works-ში მშვენიერ საჩუქარს შევარჩიო, იმიტომ რომ საკმაოდ ფართო არჩევანი გაქვთ. ასეთი ჩელენჯი მაქვს შენთვის რა. მე მოგცემ ფურცელს. ერთ-ერთი ფურცელი მაქვს შენთვის წამოღებული, რომელსაც ამოვიღებთ, გავამართლე. არაფერი არ ხატია ზემოდან, ეს ჩვეულებრივი საფულია. და ამ ფურცელზე მინდა რომ ნებისმიერი რამე დახატო. დედასუფისა ვარ, ჩვენ არაფერზე არ ვაჩვენებთ, რომ მართალი თანხმებული. მე წარმოდგენა არ მაქვს შეას დახატო. მეც მაინტერესებს. ხო, ასე მიწყობს. მე გავიხედე მაგ. აქ ბევრი რაღაც შეიძლება ზოგადად დაიხატოს. რამდენიმე ვარიანტი მაქვს, რადგან მგონია, რომ არჩევანს გააკეთებს ირაკლი. მე მგონი დავხატე. კაი. მე მეუტრიალდები, მაინც ფურცელი ისე გეჭიროს, რომ ნახატი რა თქმა უნდა არ ჩანდეს, მეუტრიალდები. ხო არ ჩანს? არა. და ესე ფრთხილად შევაცურებ აქ. რომ არც კი გამოჩნდეს საერთოდ, მინდა კარგად. მეც მაქვს აქ ჩემი ფურცელი წამოღებული, თუ შეიძლება მარკერს გამოგართმევ. მეც დავხატავ რაღაცას. არ ვიცი ხა რა შეიძლება აქ. ეს დევირო უფრო სწრაფად დავხატო. არ ვიცი რა მიხატია სიმართლე რომ გითხრა. რაღაცა იდეალურად შეიძლება არც მე არ გამომდიოდეს ხატო. უბრალოდ შევამოწმებ, მე დახატული მაქვს, ყველაფერს ვეღარ შევცვლი, შევამოწმებ, რა გიხატია შენ აქ ხო შეიძლება? და ეს ნახატი არის. გადახატ შეიძლება საუნდბარია. საუნდბარია. ნაწილი. ო. ისე სიმართლე გითხრა. სიმართლე გითხრა არ გამიკვირდა. არ გაგიკვირდა. არ გამიკვირდა, რამდენად ყვილად არ იწოლებდი რა. ვიცი რომ საუნდბარი იქნება. თუმცა ჩვენი საუნდბარები ერთმანეთს ძალიან გავს, იმიტომ რომ ეგ ნახატი. აი ჩემთან უბრალოდ ეს დრაკონი ახატია, შენთან დრაკონი. მე მგონი რომ ფოკუსი გამოგვივიდა. მოგეწონა? კი. მე მგონი ძალიან კარგი საჩუქარი გამოვიდა და თუ IT Works-ი მithumetes სად არის რომ ეს საჩუქარი გადმოგცეს, მე ამ საჩუქარს გავათამაშებ ჩემს გამომწერებში. IT Works-ის სახელით. გამოვნებით. ასე რომ საახალწლო საჩუქარი ფაქტიურად IT Works-ი აკეთებს ჩემი გამომწერებში, თვითონ კიდევ ერთხელ მადლობა. მაგრამ მთავარია გულწრფელად ვამბობ, რომ ჩვენი შორის არანაირი შეთანხმება არ იყო, ეს ფოკუსი თუ გაფეილდებოდა, მე საჩუქარს ვერ მივიღებდი. კი. მაშინ ახლა გათამაშებას აკეთებთ. ხა ეს ფოკუსის ფარგლებში მოვიფიქრე და მე რაღაცებს დაგიმატებთ კიდე. მაგრამ რამდენიმე ადამიანი გავახართ. ძალიან მაგარია. IT Works-ი ჩემი მაყურებლისთვის ერთის ნაცვლად 3 საჩუქარს გაათამაშებს. Red Dragon-ის headset-ს და soundbars და Acer-ის gaming monitor-ს. მონაწილეობის მისაღებად გადადით გათამაშების პოსტზე, დატოვეთ კომენტარი hashtag-ით მე ვაჩუქებ და გააგრძელეთ ვის გადასცემით ამ საჩუქარს. პოსტის ლინკი ვიდეოს აღწერაში და აგრეთვე პირველ კომენტარში იქნება აპინული. გისურვებთ ყველას წარმატებებს. რამდენიმე ადამიანს ახალწლოდ გავახარებთ. მადლობა კიდევ ერთხელ რა, ძალიან მაგარი იყო. ხო და ეხლა ვიფიქრე რომ ბარემ საწავიც ხომ არ ჩავასხათ თქო რა. ხო და ვიღაცებს გგონიათ რომ ისა მაქვს რა. ფულს მართლა ვიხდი და რეალურად ეხლა დაგიმტკიცებთ რომ ჩვეულებრივი კარტით ვიხდი თანხას. გამარჯობა, კარტით ხო შემიძლია გადავიხადო? კი, მართლა ვთქვი, კარტით მინდა რომ გადავიხადო რა, ნებისმიერ ტერმინალზე წესით უნდა გაატაროთ, არ ვიცი. მოდი ჩავასხათ, არ ვიცი, 30 ლარის იყოს. 30 ლარის ჩავასხათ. და მეგობრებო, იცი რა მაინტერესებს, ანუ არ ვიცი, ყველას გონია რომ რაღაცა განსხვავებული კარტი. შეგიძლია რომ გავამართო და აი რომ გადახიო რა. მართლა ჩვეულებრივი კარტი დახიო. შეგიძლია რომ დახიო. ჩვეულებრივი კარტი რო არის, მოდი დაკუჭე, აბა. თუ დაკუჭე ხო? ხო ჩვეულებრივი კარტია. რამე შიგნით ხო არ არის რომ ნახვაი, ხო ჩვეულებრივი კარტია. გატარებისაც ჩამოვაჭრა, ხო?
ყველა მასთია. კი, რა თქმა უნდა, გინდა ყველა დაგახევინო. გინდა დაღიო ყველა. მოიცო მე. არ გჯეროდათ და მაინც და მაინც უნდა დავხიო კარტი თუ რა უნდა. კარგად მადლობა. ერთი კარტი შეეწირა საწოს, მაგრამ შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, რითი გადავიხადო შემდეგში თანხა და იმით გადავიხდი. კარტით კი არ გადავიხდი. ნებისმიერ მითი დაწერეთ და იმით გადავიხდი თანხას. მოგვისაღამობდა მეგობრებო და კოქტეილის დროც მოვიდა. ეხლა არ მგონია კოქტეილზე ვინმე მოარი გითხრას, თუმცა ერთი კარგი ადგილი გამახსენდა, სადაც ძალიან სასიამოვნო გარემო და ჯიგარი ხალხი მეგოვლება და ნაკლებია იმის შანსი, რომ კოქტეილის ჩელენჯზე უარი მითხრან. ამიტომ წავედით. მე რაღაცას ჩავწერ, რომ კამერას ვაჩვენებ, ამას დავლოქავ და მოვათავსებ აქ. რა მთელი ამ ხის განმავლობაში იქნება მოკლედ ჩვენ ახლა ბავშვობაში სულ ვითამაშია ყველას ალბათ გამოიცანი რომელ ხელში იგივე თამაშობ ვითამაშოთ გამომართვი უკან წაიღე ერთ ხელში დაიტოვე ეს კარტი მეორე დატოვე ცარიელი და წინ გამოწიას აი ნახე თუ მაგალითად გაქვს მარცხენა ხელში მინდა რომ იფიქრო ჯინზე ხო თუ აქეთ გაქვს იფიქრე არაყზე აი ჯინი და არაყი ჯინი და არაყი მაგრამ მე მგონია რომ შენ ჯინზე ფიქრობ და აქეთ ხელში გაქვს კარტი მართალი ვარ? მართალი ხარ. გაშალე? კარგი, ერთი ხელს გავაკეთოთ, რამდენჯერმე გავაკეთოთ. მოდი ახლა ასეთ რაღაც გავაკეთოთ. თუ მაგალითად ისევ მარცხენა მხარეს დაიტოვე, იფიქრე კამპარზე, კარგი? თუ მარჯვენა მხარეს გაქვს, იყოს ბეილის. იცი რომ მამაკაცების 90% მეორე ცდაზე ხელს არასდროს არ ცვლის. არ ვიცი რატო არის ეს, მაგრამ მგონია რომ შენ ამ 90%-ში შედიხარ, მარცხენა ხელში გაქვს და კამპარზე ფიქრობ, მართალი ვარ? და მოდი ერთ ხელს თუ მე ვერ გამოვიცნობ, კოქტეილს ვერ მივიღებ. აი, მთელი ჩელენჯის მუღამი ეგ არის. მესამეც და არის ბოლო არის. მოდი ახლა ავიღოთ რომელიმე ვერმუტი. თუ მაგალითად ისევ აქეთ ხელში გაქვს იფიქრე ტკბილზე, ხოლო თუ აქეთ გაქვს მშრალი ვერმუტი. ტკბილი ვერმუტი, მშრალი ვერმუტი. ხელები გადააჯვარედინე, ხა ისევ დააცილე. ვა, რა საინტერესოა. გონია რომ არც ერთხელ არ შეგიცვლი ხელი, ისევ აქ გაქვს და ტკბილ ვერმუტი. კარგი, როგორც გამოცდილ ბარმეს ესეთ კითხვას დაგისვამ რა. სამივე და სამივე კი გამოვიცანი, მაგრამ ამ ინგრედიენტებით რომელი კოქტეილი კეთდება? რა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილი კოქტეილი ეს არის ნეგრონი. ნეგრონი. გახსოვს მე რა გითხარი რომ აქ ტელეფონში რაღაც დავსერჩე მეთქი რა. და ეს არის ეს ნეგრონი. ნეგრონი. მე მგონი დამსახურებად მივიღე ნეგრონი. ამიტომ შენ რეალურად კი არ წააგე, აბსოლუტურად ყველა ეტაპზე სწორი გადაწყვეტილება მიიღე და მადლობა ჩელენჯისთვის. აი ხარ სიამოვნებით დავაგემოვნებ შენს გაკეთებულ ნეგრონს. ნეგრონი ნამდვილად ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ წინ კულმინაციური, ყველაზე რთული ჩელენჯი, სასტუმროში განთავსება გველოდებოდა. ესე იგი, ესეთი კითხვა გვაქვს, YouTube არხი გვაქვს, საკმაოდ ბევრი გამომწერით, 100,000 გამომწერი ყავს და ვიღებთ ჩელენჯის ტიპის ვიდეოს 24 საათი, ისე უნდა გავატაროთ, თანხა არ გადავიხადო და ყოველდღიური აქტივობები შევასრულო. ბოლო აქტივობა კულმინაცია რაც არის, სასტუმროში განთავსება დარჩენა. მე თქვენ რაღაც ფოკუსს განახებთ და თუ მოგეწონებათ ფოკუსი, რამე ნომერში რომ დამტოვოთ. რა ვიტყვით? დრო დამჭირდება, ვიცები უბრალოდ რომ გავარკვევრო და შესაძლებელია ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს იმსუქრება რომ დაგიდასტუროთ დიდი სიამოვნებით. გადავამოწმოთ და გეტყვით. სამწუხაროდ არაერთი სასტუმრო მოვიარეთ და თითქმის ყველგან ბარიერი იყო ის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც მოიცავს რამდენიმე დღიან პროცესს მათგან თანხმობის მისაღებად. დიახ, ხო, მაგრამ სამწუხაროდ არ შეიძლება. ამ ყველაფერზე გადაწყვეტილებას იღებს მარკეტინგის ჰედი. დიახ, ხო. დაგიკავშირდებიან მოკლედ. კარგით. მადლობა მაშინ და გაველოდები ზარს ნახვამდის. მაგრამ გვირაბის ბოლოს ჩვენთანაც გამოჩნდა სინათლე. სასტუმრო იბისი, რომელიც გვერდში დაგვიდგა და გამოწვევაზე დაგვთანხმდა. როგორც მითხარი სასტუმროში არის 156, ხო? 156 ნომერი გაქვთ. თითოეულ ამ ნომერს, ანუ ოთახს აქვს თავისი უნიკალური ნომერი. კარგი, მე მოგცემ ცელს, ასევე მოგცემ მარკერსაც. ამ ფურცელზე თუ შეგიძლია რო დაწერო, ნებისმიერი მე არ შემოხედავ რა თქმა უნდა, ოთახის ნომერი. აი ნებისმიერი ოთახი, რომელიც
გაგიხარდება მნიშვნელობა არ აქვს. ოღონდ ერთი პირობით ამ ჩელენჯის არის იმაში მდგომარეობს, რომ თუ მე შევძლებ ამ ოთახის ნომრის გამოცნობას, იმ ოთახში უნდა გამოვთავაზო. გამი არ შემოგხედა ვინმეს რო არ ეგონოს რომ ანხელის მოძრაობით რაღაც დიდად და გარკვევით ნებისმიერი ოთახის მნიშვნელობა არ აქვს ნომერი რო დატოვოს. არ ვიცი, სამნიშნა იქნება ალბათ სტანდარტული სამნიშნა არის, თუ შეიძლება უფრო დიდი იყოს ან პატარა იყოს. მოვტრიალდი. მეც მაქვს აქ ფურცელი წამოღებული და მე დავწერ აქ რაღაც ასე ვთქვათ ფრიცს. მე დავასრულე. ეს ესეთი კითხვა მაქვს. რიცხვ რომელიც შენ დაწერე. ორ ნიშნა არ არის, სამ ნიშნაა? ორ ნიშნაა? 100-მდე არის ეს რიცხვი? შეგიძლია რომ აჩვენო კამერას რა დაწერე. 55, იმიტომ რომ მეც 55 მიწერე. მაგათ ვთქვათ, ვთქვათ რომ დედას უკიცავარ ჩვენ შეთანხმებულები არ ყოფილიათ. არ ყოფილიათ. ეგ არის, როგორც იქნა შევასრულეთ რა. კიდე აქაც ვიტყვი რა მეგობრებო, რომ არც ერთი აქტივობა არ ექვემდებარებოდა რეკლამას, არც ერთი, იმიტომ რომ სანამ დასტურს არ მივიღებთ ჩელენჯზე, ვცდილობთ რომ კამერა არც კი გამოგვეჩინე. ხას უსვამ რომ ეს სასტუმრო, იბის სასტუმრო გაცილებით უფრო რაღაცა მეგობრულად მოგვიდგა და შემოვიდნენ იმ მდგომარეობაში, რომ ჩელენჯი შემესრულებინა და მადლობა კიდევ ერთხელ მათ ამისთვის. თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის კონტენტი, გლიჯეთ ლაიქს და დაწერეთ კომენტარებში რომ ახალი კონტენტი ასწორებს. კიდევ უფრო მეტ საინტერესო კონტენტს შემოგთავაზებთ.